მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი სახელმწიფოს მიერ შეუქმნასდება, ამ ეტაპამდე მივიდა არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული ინდივიდების უდიდესი ბრძოლის ხარჯზე. რაშიც ყოველთვის ძალიან დიდი როლი ჰქონდა ევროპულ მხარდაჭერას ფინანსურს მათ შორის პირველ ადგილას. მენტალური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ადამიანები ფაქტობრივად ყოველთვის წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა განსაკუთრებით წვევა იყო ვითარება ამ მხრივ ჩვენთან 90-იანებში და 2000-იან წლების დასაწყისში, სადაც ფაქტობრივად სპეციალიზირებული ინსტიტუციების გარდა, სადაც მოპყრობა იყო აბსოლუტურად არაჰუმანური, არ არსებობდა არანაირი პერსპექტივა, ან ფიქრიც კი არ არსებობდა ღირსეულ მომავალზე, შესაბამისად, იმ პროგრესისგან გადახვევის ტოლფასი ახლა ევროპასთან კავშირის